მოგესალმებით. საუბრობთ განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე, პროგრამებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ვთავაზობთ მომავალ აბიტურიენტებს. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრით შემოგიერთდებით, ვესაუბრებით ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლელა მასხულიას. გამარჯობათ, მოგესალმებით ქალბატონ ლელა, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ასე ვთქვათ, ინტერვიუს ფარგლებში დავსვამთ იმ მნიშვნელოვან შეკითხვებს, რომელსაც ყველაზე ხშირად მოგმართავენ ამ შეკითხვებით და გვისვამენ აბიტურიენტები. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენი საუბარი შემდგომში გავუადვილებთ მათ გააზრებული და სწორი არჩევანის მიღებას. თქვენი ფაკულტეტი ძალიან ახალგაზრდა ფაკულტეტია და მიუხედავად ამ მცირე დროისა, თქვენ შეძელით და გახდით ძალიან წარმატებული და ძალიან მოთხოვნადი ფაკულტეტი საუნივერსიტეტო სივრცეში. რა არის ზოგადად ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია? რა მისიას ემსახურება ეს დარგი? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი დარგია ჯანდაცვის სფეროში, არის კომპლექსური, არის დინამიკური დარგი, რომლის მთავარი მიზანია დაავადების ან დაზიანების შედეგად განვითარებული ფუნქციური შეზღუდვის სარეაბილიტაციო მართვა, ფუნქციური პოტენციალის და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. გადავიდეთ ქალბატონ ლელა სასწავლო პროცესზე. როგორ არის გაწერილი სასწავლო პროცესი, რაზე კეთდება ძირითადი აქცენტები ცოდნისა და უნაჩვევების მიღების თვალსაზრისით და რა ინოვაციური მეთოდები არის სასწავლო მიმართულებით, რომლითაც გამოირჩევა თქვენი უნივერსიტეტი? სტუდენტებს დავახვედრებთ ძალიან თანამედროვე პროგრამას. პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება: პრეკლინიკური, კლინიკური ეტაპი და კონსოლიდაციის ეტაპი. პროგრამაზე დანერგილია თანამედროვე სწავლების და შეფასების მეთოდები და პირველივე სემესტრებიდან სტუდენტები მოდიან კლინიკაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იწყებენ სწავლას პრობლემაზე დაფუძნებული სემინარების სახით. მათ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ კლინიკურ გარემოს და თავიდანვე შეისწავლონ კლინიკური აზროვნების უნარები, პირველი ნაბიჯები გადადგან ამ მიმართულებით. შემდეგ უკვე კლინიკურ ეტაპზე ძირითადად სწავლა მიდის კლინიკურ გარემოში, კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლებით და შეფასების სისტემას ემატება ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის შეფასება მიიღონ, არამედ კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების. და შემდეგ კონსოლიდაციის ეტაპზე სწავლა მთლიანად კლინიკურია, ძალიან მაღალია კლინიკური პრაქტიკის წილი და უკვე სტუდენტები სწავლობენ სხვადასხვა მიმართულებით სარეაბილიტაციო მართვას, ეს იქნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, რესპირაციული რეაბილიტაცია, ორთოპედიული, პედიატრიული, გერიატრიული რეაბილიტაცია, ნეირორეაბილიტაცია. ასევე მაინტერესებს, რომელ კლინიკებთან, სარეაბილიტაციო ცენტრებთან თანამშრომლობთ? კლინიკური პრაქტიკა შემოდის კლინიკურ საგნებთან ერთად, მაგრამ შემდეგ უფრო დიდი მოცულობით წარმოდგენილია მე-7 და მე-8 სემესტრში. ფაკულტეტს გააჩნია საკმაოდ ძლიერი კლინიკური სარეაბილიტაციო ბაზა და მათ შორის არის კენოკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც თავისი ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული თუ ადამიანური რესურსით სრულიად გამორჩეული და მოწინავეა საქართველოში. აგრეთვე სწავლა მიმდინარეობს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკურ ცენტრში. ეს არის ძირითადი კლინიკური ბაზები, არის კიდევ სხვა რამდენიმე დამატებითი ცენტრი, სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩვენი სტუდენტები გადიან კლინიკურ პრაქტიკას. ხშირად დასმული კითხვა არის საერთაშორისო ურთიერთობის კომპონენტი და ეს ძალიან აინტერესებთ ხოლმე მომავალ სტუდენტებს. რამდენად არის შესაძლებელი მომავალმა სტუდენტმა გაიაროს სტაჟირება და გაცვლით პროგრამებში ჩაერთოს თქვენს პროგრამაზე და რომელ უნივერსიტეტებთან და კლინიკებთან გაქვთ საერთაშორისო მიმართულებით კავშირები?
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტს აქვს მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობა ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა და კოლაბორაცია ემურის უნივერსიტეტთან და საკმაოდ ხშირი და რეგულარული ხასიათისაა ევროპელი და ამერიკელი პროფესორების ვიზიტები და ლექცია სემინარები ჩვენს უნივერსიტეტში. თქვენი პროგრამა არის საბაკალავრო სწავლის დასრულების შემდეგ. კურსდამთავრებელს რა მიმართულებით შეუძლია დასაქმება? ასევე მაინტერესებს დასაქმების ბაზრიდან რამდენად დიდი არის მოთხოვნა თქვენს კურსდამთავრებულებზე, როგორც ადგილობრივი მიმართულებით, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით. სწავლის დასრულების შემდეგ, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და დასაქმების არეალი ფართეა. მათ შეუძლიათ დასაქმდნენ მრავალპროფილური კლინიკების სარეაბილიტაციო დეპარტამენტებში, შესაძლებელია დასაქმდნენ სარეაბილიტაციო კლინიკებში ან რეაბილიტაციის კლინიკურ ცენტრებში, ისევე როგორც სპორტული კლუბების და გუნდების სამედიცინო სამსახურში და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. გარდა ამისა, პირველი უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ გააგრძელოთ სწავლა უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სამაგისტრო პროგრამებზე და ჩვენ მიმართულებით რა სამაგისტრო პროგრამებია უნივერსიტეტში? რას თავაზობთ? ჩვენს ფაკულტეტზე მოქმედებს 4 სამაგისტრო პროგრამა. ეს არის პედიატრიული რეაბილიტაცია, რეაბილიტაცია სპორტში, რეაბილიტაციაში მრჩეველი და ბიოსამედიცინო ინჟინერია, თუმცა შესაძლებელია ჩვენი უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამებზეც სწავლის გაგრძელება, რა თქმა უნდა. სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმება, ისევე როგორც სწავლის გაგრძელება შესაძლებელია ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში. ასევე ჩვენი კურსდამთავრებულები ახლაც სამაგისტრო პროგრამებზე სწავლობენ გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც დიდი. და არა მხოლოდ სწავლობენ, ხო? არა მხოლოდ სწავლობენ, არიან დასაქმებულებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი არჩევანს გააკეთებს თქვენ ფაკულტეტზე ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, რა საგნები უნდა ჩააბაროს და რა არის მინიმალური კომპეტენციის ხვარი, რომელიც დაწესებული არის თქვენს ფაკულტეტზე? აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს 3 ძირითადი საგანი. ეს არის ქართული ენა, უცხოური ენა და ბიოლოგია და მინიმალური კომპეტენციის ხვარი არის 45% + 1. რაც შეეხება არჩევით დამატებით საგნებს, აქედან აბიტურიენტს შეუძლია ჩააბაროს ქიმია, ან ფიზიკა, ან მათემატიკა და მინიმალური კომპეტენციის ხვარი ამ შემთხვევაში არის 40% + 1. ამ 3 საგნიდან მხოლოდ ერთს ირჩევს, ანუ 3 არის ძირითადი საგანი და 1 არჩევით. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხვდა და ჩააბარა სხვა ფაკულტეტზე, მას შეუძლია თუ არა მობილობა განახორციელოს, როდის შეუძლია და რა არის ამისთვის საჭირო? დიახ, ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებლობა მობილობის ჩვენს ფაკულტეტზე, საბაკალავრო პროგრამაზე, ისევე როგორც სამაგისტრო პროგრამაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაფაროს 2 სემესტრი, ისწავლოს 2 სემესტრი და შემდეგ არის შესაძლებლობა მობილობის. გარდა ამისა, აუცილებელია მინიმალური კომპეტენციის ხვარი იყოს გადალახული ყველა იმ ჩამოთვლილ საგნებში, როგორც ძირითადებში, ისე არჩევითში. დიდი მადლობა ქალბატონო ლელა საინტერესო და ამომწურავი პასუხებისთვის. იმ შემთხვევაში თუ დამატებით გექნებათ კითხვები, აუცილებლად მოგწერეთ. ასევე თვალი ადევნეთ ჩვენს შემდგომ ინტერვიუებს, სადაც შევხვდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის დეკანს და ვისაუბრებთ უნივერსიტეტის პროგრამებზე.